საქართველოში გრიპის ვირუსის პიკური პერიოდია. სპეციალისტების შეფასებით ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 70% გრიპის ვირუსია. მაღალი სიცხე, კუნთების და სახსრების ყელის ტკივილის სისუსტე ეს ის ძირითადი სიმპტომია, რომელიც B ტიპის ვირუსს ახასიათებს, რომელიც ამ დროისთვის სხვა ვირუსებთან შედარებით დომინანტია. წელს ქვეყანაში გრიპით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ძალიან 100%-იანი არის, მაგრამ ძალიან ძველი. ეხლა ვართ ნამდვილად პიკის ეტაპზე. არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატეს, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ციფრია 80 და 70%, როგორც ისე B ტიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა. ჩვენთან ჰოსპიტალიზებული პაციენტების იაშვილის კლინიკას გულისხმობ აბსოლუტურ უმრავლესობას 5 წლამდე ასაკის ბავშვები. და ყველაზე მეტი გართულება ფილტვების ანთება ფიქსირდება ამ ბავშვებში. ვერც ცხელებით, ვერც ხველით, ვერც ექიმი და ვერც მშობელი ეჭვს ვერ მიიტანს ფილტვის ანთების არსებობას, მაგრამ თუ სუნთქვა უჩვეულოდ გახშირებულია, აი კონკრეტული ციფრი შემიძლია დაგისახელოთ 2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში სუნთქვის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში, ძილის მდგომარეობაში 50-ზე მეტი მიმანიშნებელია ფილტვის ანთების